ქართული ოცნების ინიციატივა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება, დღეს დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი საქმიანობის არსი, მათ შორის პერსონალური შემადგენლობა, სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია. მართლ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ამით სახელმწიფო სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და მისი აკრძალვა ფიქციური ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიის შექმნის გზით არ მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილებისთვის ერთგვარი გვერდისავლა და ამ გადაწყვეტილების ვიმეორებ დაძლევა. რაც რა თქმა უნდა თავის მხრივ არის სრულ შესატყვისობაში ზოგადად თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის ცნებასთან ამ კონცეფციასთან, ვინაიდან ზოგადად პარტიის არაკონსტიტუციური ასე ვთქვათ საფუძვლებით აკრძალვა სწორედაც რომ წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებაში საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს კომპეტენციას. თავაზობთ ესე იგი იმ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, რომელთა საქმიანობის არსი ძირითადად იმეორებს აკრძალული პოლიტიკური პარტიის აკრძალული პარტიის საქმიანობის არსს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმჟელოს არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ არასაარჩევნო პერიოდში და ზოგადადაც 14 დღის ვადაში იმჟელოს და მიიღოს გადაწყვეტილება ასეთებთან დაკავშირებით. თქვენი შემოთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ ვადა ეგრეთ წოდებულ მემკვიდრე პარტიასთან მიმართებით შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანისათვის იყოს უნივერსალური, არა მარტო საარჩევნო პერიოდში 14 დღის ვადით, არამედ ზოგადად 14 დღიანი ვადა. რაც პრინციპში ლოგიკური არის იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთხელ უკვე ნამჟელი აქვს ფუნდამენტურად სიღრმისეულად ბრჭყალებში, ასე ვთქვათ, მშობელი თუ ძირითადი პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე და სათანადო გადაწყვეტილებაც უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს. აქედან გამომდინარე, მართლაც არ მოითხოვს დიდ დროს. ამდენად თქვენი შემოთავაზება ვფიქრობ, რომ გასაზიარებელია და იქნება შესაბამისად ასახული ამ მუხლში.